გადავინაცვლოთ ვაშინგტონში, საიდანაც ჩემი ქართველი კოლეგა, Independent Avenue Medis რედაქტორი ქართლო შარაშენიძე შემომიერთდება, რომელიც სახელმწიფო მდივნის ყოფილ მოადგილეს, ცნობილ დიპლომატს, საქართველოს დიდ გულშემატკივარს და ამასთან ძალიან კარგ მცოდნეს მთელი რეგიონის დენ ფრიც ესაუბრა. ქართლოს მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ხარ. შეერთებულ შტატებში ბევრი რამ არის ისეთი, რომელიც საქართველოს ფოკუსში ვერ აქცევს და ვერ მოაქცევს, მაგრამ არიან ადამიანები, რომელთაც არა მხოლოდ ინსტიტუციონალური მეხსიერება აქვთ, არამედ შეუძლიათ ამერიკული საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე მოახდინონ გარკვეული გავლენა. გვაინტერესებს რა ხდება ამ მხრივ ვაშინგტონში პოლიტიკურ ინსტიტუტებში გისმენთ. Გიორგი, გამარჯობა, მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. ბუნებრივია ყველაზე ესეთი რეზონანსული გამოხმაურება უპირველესი რაც ვიხილეთ ვაშინგტონიდან, იყო შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის განცხადება, რომლითაც ორპარტიულმა წარმომადგენლებმა, სენატორებმა, კონგრესმენებმა, როგორც დემოკრატიული პარტიიდან, ასევე რესპუბლიკური პარტიიდან, ასე ვთქვათ, მოუწოდა შეერთებულ შტატებს გადაამოწმონ ის გამოთქმული ბრალდებები, მოსაზრებები, რაც მოვისმენთ ტელეკომპანია BBC-ს გამოძიებაში და საჭიროების შემთხვევაში თუ დადასტურდება ქიმიური იარაღის გამოყენება, როგორც ჰელსინკის კომისია უწოდებს ამას, სანქციები დაუწესდეთ შესაბამის პასუხისმგებელ პირებს. ვერ ვიტყვი, ბუნებრივია შეერთებული შტატების ტრამპის ადმინისტრაციის წინაშე არის მიმდინარე უამრავი საკითხი, რომელზეც მის ყურადღება მიმართული, თუმცა როგორც ვაშინგტონში მყოფ ჟურნალისტს არ მჩნდება განცდა, რომ ადმინისტრაციის ყურადღების მიღმა რჩება სრულად საქართველოში მიმდინარე მოვლენები. პირიქით მე მაქვს განცდა, რომ ადმინისტრაცია ამას აკვირდება, თუმცა ვფიქრობ, რომ ტრამპის ადმინისტრაციისგან იმისთვის, რომ ვიხილოთ ქმედითი ნაბიჯები, როგორც ამას ჰელსინკის კომისია მოითხოვს და მოუწოდებს მას, საჭირო იქნება მიუკერძოებელი დადასტურება იმის, რომ გამოიყენა თუ არა ხელისუფლებამ ამ ტიპის ქიმიური ნივთიერება ქართული ხალხის წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში ბუნებრივია არსებობს მოლოდინი, თუ ეს დადასტურდება, რომ როგორც შეერთებულ შტატებს, ასევე ევროპას, ევროკავშირს ექნება შესაბამისი ნაბიჯები, იმიტომ რომ ეს რეგულირდება საერთაშორისო ვალდებულებებით, რომელიც მათ შორის ნაკისრი აქვს საქართველოსაც. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ ამასთან დაკავშირებით მოკლე კომენტარი დენ ფრიდისგან. თუ დადასტურდება, რომ საქართველოს მთავრობამ აკრძალული ქიმიური იარაღი გამოიყენა, ის სხვადასხვა საერთაშორისო ვალდებულებებით იქნება პასუხისმგებელი. შემდეგ კი შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ ნაბიჯები უნდა გადადგან. ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს. მესრულებით უჭერ მხარს კონგრესმენ ჯო ვილსონს, რომელიც საქართველოსია ფოკუსირებული. მისი ძლიერი მხარდამჭერია და რესპუბლიკურ, ჭეშმარიტად რეიგანისეული ტრადიციის კონსერვატიულ მხარეს წარმოადგენს. The Reaganite tradition. ბუნებრივია ელჩ ფრიცთან, რომელსაც აქვს დეკადების გამოცდილება რეგიონთან დაკავშირებით, დიპლომატიური გამოცდილება, მასთან შევეცადეთ გვესაუბრა იმის შესახებ, თუ როგორი იყო განვლილი 1 წელი საქართველოსა და შეერთებულ შტატებს ურთიერთობის და ბუნებრივია ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს არის თითქმის 1 წელი, რაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მოვიდა ხელისუფლებაში და როდესაც ვაკვირდები ამ მოვლენებს, ხშირად მახსენდება ძალიან ისეთი ცნობილი გამონათქვამი, რასაც ძალიან ხშირად ახსენებენ, ასე ვთქვათ, ამერიკელი პოლიტიკოსები, მათ შორის თავად პრეზიდენტი ტრამპიც, რომ ტანგოსთვის საჭირო არის ორი მხარე და შეიძლება ითქვას დაკვირვებით, რომ თუ კი ვინმე შეეცადა ნაბიჯი გადაედგა ურთიერთობის უპირველესად გარკვევისთვის 1 წლის განმავლობაში, შეიძლება ითქვას, რომ ეს არის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია, იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ განცხადებები სახელმწიფო დეპარტამენტისგან, რომ მათ ცხადად უთხრეს ქართულ ოცნებას იმ ნაბიჯების შესახებ, რაც ქართულმა ოცნებამ უნდა გადადგას იმისთვის, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა აღდგეს. უპირველესად, რა თქმა უნდა, როგორია პოლიტიკა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის, გვესმის განცხადებები და შეფასებები ამის შესახებ, უპირველესი არის ამერიკის ინტერესი და ბუნებრივია მოპასუხე ქვეყნები, პარტნიორი ქვეყნები და ამ პარტნიორი ქვეყნებისა და ამერიკის ინტერესების თანხვედრა. ჩვენ ხშირად გვესმის ქართული ოცნების განცხადება, რომ ის აიგივებს ერთგვარად იდეოლოგიურად დონალდ ტრამპის იდეოლოგიასთან, თავის იდეოლოგიას და მაგრამ შთაბეჭდილება რჩება
ადმინისტრაციის ნაბიჯებიდან გამომდინარე, რომ მხოლოდ იმის თქმა, რომ ჩვენ ვებრძვით deep states, საკმარისი არ იქნება იმისთვის, რომ შეერთებულმა შტატებმა, ასე ვთქვათ, დაინახოს ქართული ოცნება დაინტერესებულ მხარედ, რომ ის არის დაინტერესებული შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესებით. ერთი წლის თავზე შეიძლება ითქვას დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისა საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა კვლავ შეწყვეტილია. ბიძინა ივანიშვილი არის კვლავ დასანქცირებული, სხვა უკვე ყოფილან მოქმედ ქართველ ოფიციალურ პირებთან ერთად და ამ მხრივ პროგრესი არ ყოფილა. უპირველესი არის არსებობს მოლოდინი, რომ მხოლოდ განცხადება, რომ იდეოლოგიური თანხმედრა არსებობს დონალდ ტრამპსა და ქართულ ოცნებას შორის ეს საკმარისი არ იქნება, მაშინ როდესაც თუნდაც ახლახანს გამოქვეყნებული ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში ნათლად არის საუბარი იმ საფრთხეებზე, რასაც წარმოადგენს დაუშვათ იგივე ჩინეთი, რასაც ირაკლი კობახიძე და ქართული ოცნება წარმოაჩენენ სამაგალითო სტრატეგიულ პარტნიორად. ამასთან დაკავშირებით შეგვიძლია მოვისმინოთ დენ ფრიდის მოსაზრებები. Georgian dream ქართული ოცნება ტრამპის კოალიციასთან გარემოცვასთან ცდილობს წარმოაჩინოს, რომ ღირებულებებით deep state-ის და სხვა მსგავსი საკითხების კუთხით ტრამპის მხარესაა, მაგრამ სირთულე ისაა, რომ ქართული ოცნების მოქმედებები წინააღმდეგობაშია იმასთან, რასაც პრეზიდენტი ტრამპი ამერიკის ინტერესად განმარტავს. შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში საუბარია ჩინეთის და სხვა მტრულად განწყობილი ქვეყნების მიერ ინფრასტრუქტურაზე კონტროლის მოპოვების საფრთხეების შესახებ. ეს მაშინ, როცა ქართული ოცნება საქართველოში ჩინელების მიწვევით არის დაკავებული. ეს არ არის რასაც ტრამპის ადმინისტრაცია ამბობს, რომ სურს. ასე რომ თქვენ გყავთ ქართული ოცნების მთავრობა, რომელიც ცდილობს ტრამპის ადმინისტრაცია თითქოს ზიარი იდეოლოგიური საფუძვლებით დაინტერესოს, მაგრამ იმედონებს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია უგულებელყოფს ქართული ოცნების ქმედებებს, რომელიც გაცხადებულ ამერიკულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. ეს არ არის ურთიერთობების სტაბილური საფუძველი. It's not a stable basis for relationship. როდესაც საუბრობ, რომ ადმინისტრაცია ყურადღებით აკვირდება მიმდინარე მოვლენების აღხდება საქართველოში, ამის დასტური ჩემთვის არის მაგალითად სახელმწიფო დეპარტამენტის პასუხი კითხვაზე, რომლითაც Independent Avenue Media მიმართა მიმდინარე კვირაში, ჩვენ ვთხოვეთ სახელმწიფო დეპარტამენტს მათი რეაქცია პრემიერის განცხადებებზე, ასევე პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებებზე, ცნობილი ბრალდების შესახებ, რომ თითქოს შეერთებული შტატების წარმომადგენლები მოითხოვდნენ საქართველოს მხრიდან მეორე ფრონტის გახსნას რუსეთის ომში და პასუხი, რომელიც მე ვიყავ სახელმწიფო დეპარტამენტისგან იყო საკმაოდ მოკლე, რომ ყველა ბრალდება, გამოთქმული ბრალდება არის სრული სიცრუე. ჩვენ ასევე ვკითხეთ პროცესის შესახებ, რომელიც მიმდინარეობს ბუნებრივია სახელმწიფო დეპარტამენტში, თუ როდი შეიძლება ვიხილოთ ელჩი საქართველოს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ამბობს, რომ ყველა შესაბამის პროცედურა მიმდინარეობს იმისთვის, რომ მოხდეს წარდგენა ელჩის პრეზიდენტის მიერ და შემდეგ უკვე დადასტურება სენატში. მადლობა ქართლო, ჩვენ ხედავთ, რომ ამ პასუხის მიუხედავად რაიმე მნიშვნელოვანი სიახლე აშკარად არ გვაქვს ახეზე. ძალიან საინტერესო იყო დენ ფრიდის მინიშნებები იმასთან დაკავშირებით, რამდენად სტრატეგიულად არასწორები მიმართულებით მიდის ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი, როდესაც მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიასთან დაკავშირებით გაცხადებულ მიზნებთან მოდის სრულ წინააღმდეგობაში. ძალიან საინტერესო იყო ამ ინტერვიუების და ასევე თქვენი შეფასების მოსმენაც. დავემშვიდობოთ ვაშინგტონს.